გასული ორი ქართველი პოეტი ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის დაბადებიდან. ეს ის პოეტები არიან, ვინც მოგზაურობით შემოიყვნენ ქართულ პოეზიაში. ჩუმად დაანთეს სანსკრიტი და ასევე უხმაურობ. ფეხაკრებით სწავლობდნენ ჩვენთან. დიახ, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი და მასთან ერთად ალექსანდრე საჯაია. ერთი თაობის სამი ფოთვარე და ამავე დროს გასაოცარი სინაზით, სიყვარულითა და სიფათილით აღსავსე რაინდი ქართული პოეზიისა. ვინც მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მაინც მოასწრო თავისი ვაჟკაცური, ომაყიანი და ჭეშმარიტად ქართული სიტყვის თმა. ისინი მხოლოდ პოეტები იყვნენ, მხოლოდ მეოცნებები. ეს გურამ ასათიანი მათ შეცდოდნენ. პოეტების ვერაფერი მოასწრეს, მაგრამ რაც ერთდატოვებული სინათლე, როგორც პირველი სიყვარულის ცემლი, როგორც მაწილური ლოცვის განმეორებელი მფურულება, დღემდე არ ხდება და უშუალო სიტყვის გამოსცემს. მათი სანთლელი წმინდა შუქით იწვია. სწორედ მათი ქსოვის უკვდავსაყოფად ჩვენი ხელმოჭრელებმა მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კონფერენცია, რომელზეც კიდევ ერთხელ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მიმოვიხილავთ მათი შემოქმედების მთავარ ასპექტებს. კიდევ ერთხელ გავიხსენებთ საოცარი ტკივილითა და ვაჟკაცური ჭირთათმენით აღსავსე მათ ბიოგრაფიებსა და ცხოვრების გზას. დიახ, ესაა მიზეზი და მიზანი ჩვენი დღევანდელი შეფერისა და სწორედ ამის მისმა მოვუწიეთ სტუმრების სამთავროს. მინდა სიხარული წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმრები. ისინი დღეს ჩვენთან ერთად იქნებიან, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ. სრულიად ახალგაზრდა ლადო ასათიანი წერდა. პოეტებს კარიერა არ აქვს, ბედისწერა აქვთო. ნახოთ ამ ნიშნით არის აღბეჭდილი ბევრი ქართველი პოეტისა და მწერლის ცხოვრება. მათგან რამდენიმე შეგახსენებთ. უსტავე, შენჯერ გულის ცენტრის სწორი. გურამიშვილი, დედინდევრით რამისხანი და ზუბოვკაში გაწორცნილი მისარი. რომის პაპის კართან ატუზული სულხან-საბა და კარგული ჯვარშესალად. ასახატის ხელმეხილი ვახტანგ ბერჩა და რუმინეთში მივიწყებული ბესიკი. სამჯერ დაანახული 27 წლის აღმოსული ტატო. მატერიალური სიდუქჭირით გატანჯული, სულიერად დაავადებული ალექსანდრე ყაზბეკი. ქართველის ხელი ჩუქშე გრეული, საქართველოს თანამდები, უკრავისური დიდი ილია. სიმღერებით გაფორმებული მთის არწივი, 54 წლის ვაჟა, სვანეთში გაციებული და უბრალოდ გარდაცვლილი ალექსანდრე საჯარია. ბელორუსიის მიწას მიბარებული, გულის ჯიბეში ქართული იები, 27 წლის მირზა გელოვანი. დუქტირი ცხოვრებითა და გამოუქმელი ტკივილებით ფილტერ გაღნილი, ცხოვრებით გაუმარჯვარი ლადო ასათიანი. 26 წლის რაინდი, ფოტომეთა გადასაშენდა ტურისტანაშებული, ლამატეხილი გურამ შეულიშვილი. ქვაფენის განაცხებული, ამოუცნობი გალაქტიანი. საოცარია მართლაც მათი ბედისწერა, როგორც უკვე გითხარით, დღეს გვინდა ორი მათგანი გავიხსენოთ. ორივე 1917 წელს დაიბადა. ლადო ძველახატოს, 14 იანვარს, მირზა ორმას. ორი თვით დაასწრო ლადომ დაბადება, 1 წლის სიკვდილი. წელს ორივე 10 შახდებოდა. ლადო ასათიანის ბედირობის კალენდარში ეწერა. ვაჟი, რომელიც 12 იანვრიდან 12 თებერვლამდე დაიბადება, იქნება შუმი და ფიცხი, მაგრამ კეთილი ხასიათისა. ეყვარება თავის თავთან ლაპარაკი და მარტოობა. სიყმაწვილეში გაჭირვებას გამოივლის. 23 წელს გადასცილდა 88-მდე იცოცხლებს. არ დაცავდა. საგერელი პედაგოგების ოჯახში დაბადებული პოეტის ხანმოკლე ცხოვრება უიმედობის. ტკივილის გულშია გახსოვული. პირადი პრობლემებით დამძიმებული, ხოლო პოეზია გაუგზარავი, ქმედა თანაც, ნაზისებით შეგუებული. დედა ლიდა სპიტიშვილი 1927 წელს დააპატიმრეს. რუსულის მასწავლებელი მთავრობისთვის არასაიმედო დიქთა და მავათა დაბეჭდებას ემსხვერპლა. შუა აზრიდან, სადაც ის გადაასახლეს, 43 წლის ქალი ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. ლადოს და მედი ამ დროს 9 წლის იყო. მას გოგიტას ჯარში ფეხი დაუზიანდა და ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში. 1940 წელს 21 წლისა გარდაიცვალა. ხოლო ბაბუა გუჯუ ბატონი იმ დღეს დაიღუპა, როცა გაიგო, რომ ყველაფერი ჩამოართვეს. თავადობა არ აპატიეს ბოლშევიკებმა. გადადიოდა ხალხის მტრიშულად მონათქული ახალგაზრდა პოეტი. გულით ტკივილს დაატარებდა. მეტად ემთხვეოდა საშინო სენს მის ფილტვებს, რომ ზრუნვიდა. იობის მოსმენებით იწმენდა მატერიალურ სიბუქჭირეს და იწმენდა ვაი-კრიტიკოსების შეგონებებს. მის პოეზიას იდეური თვალსაზრისით რომ აკრიტიკებდნენ, ხოლო პოეტს ნაციონალისტობას ამოწმებდნენ. ისე გარდაიცვალა 1943 წელს, სრულიად ახალგაზრდა. 26 წლის ასაკში საკუთარი ლექსების ერთ წიგნად გამოცემას ვერ ეკისა.
1943 წელს აწყობილი წიგნი წინაპრები გასაყიდად გამზადებული დაუჭრეს და აუკრძალეს. რა დროს წინაპრებიაო? განაცხადა ეს 26 წლის ჭაბუკის გულის გასატეხად, მაგრამ არ გახდა. რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყოლა კარგად და იმ ბედს მიერთეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავხდით ამ ქვეყანაზე. მარტო ეს სტროფი ეყოფოდა სახელის უგდავსაყოფად. მირზა, რევას ველოვანი, მაუყექელი, ზვიადის სვანეთის შვილი, თიანეთში გაზრდი. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. მალევე ფრონტზე წავიდა ძმასთან ერთად. ძმა ცოცხალი დაბრუნდა, ის ხვიურა. დედა ევამაჩულიშვილი ისე გარდაიცვალა, არ იცოდა შვილის სიკვდილი, ბებმა დაუმალეს. 1944 წელს გარდაცვლილი პოეტი 1963 წელს აღმოაჩინეს. იგი შორეულ ბელორუსიაში, ვიტებსკის ოლქის სოფელ საძმო სასაფლაოზეა დაკრძალული. გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული პოეტის ნეშტს ახლო მომავალში გულში ჩაიკრავს ქართული მიწა. დიახ, ფაშიზმის სისასტიკემ შეიწირაულა შვილიშვილის ჭაბუკი. მე დავბრუნდებიო, რომ წერდა, თუმცა ბოდიშის მოგუხადა წინასწარ არ დავბრუნების გამო. სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ჭაბუკს დღესაც ელოდება ქართული მიწა. ის მიწა, რომლისთვისაც მზად იყო უკუყმანოდ დაეღო საკუთარი სიცოცხლე. ეს კიდევ ერთხელ დაიმედია მომავალში მრავალჯერ გაიწერეს მათი ომახიანი ლექსი. ქართული მიწისა და ზეთის სიყვარულით გამგარი და გაჯერებული, უდიდესი სინაზი, ქართველი ქალის ეშხთა და სილამაზით შთაგონებული. გაუგზარავი, ხნე, სისხლის ყივილი, სულის თოლვა, ნაღდი, ზედმიწევნით ადამიანური, ჯანსაღი და ლამაზი. ეს სფერები და მუსიკა ლადოს ტრიქონებიდან რომ იკვრება. ფერიდასისა დავით გამორჩეული მისი ლექსები ხალხური პოეზიის შედევრები ისე გახალხულდა, რომ სიმღერებას თავად ხალხმა აქცია. როცა სიმღერებად აღიარებულ ლადოს ლექსებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია პირველ რიგში არ გავახსენდეს მისი შეუდარებელი სალაყობო, რომელსაც თქვენთვის ჩვენი საყვარელი ლია მასწავლებელი შეასრულებს. სიხარული გამოთქვა თქვენი აყოფნის გამო სტუმრებო და ბავშვებო, პირველ რიგში თქვენი ამ მონდომების მოტადინების გამო. ვიგულეთ თქვენ გვერდით ყველა საქმეში და ეხლა ვესწრები ლადო ასათიანის სრულფრონტე კარგება, მესამახს ისე შევასრულო ეს სიმღერა. ოთხ შემთხვევაში ვესწრები. ამიტომ Salah